ვაჟას მეორე კვარტალი და ვიტამინი C წარმოგიდგენთ. გამარჯობა ჩემო პოლიტიკურად დალაგებულო ხალხო. ერთი რაღაცა უნდა მოგიყვეთ. ამას წინათ გამოვიძახე ემით. ტაქსით ვიმგზავრე რა და ახალგაზრდა ბიჭი იყო, რომ წერები ქონდა აუცილებლად. წერები უნდა ქონდეს რა, წესი. ხო და ნორმალური კაი ბიჭი იყო რა და ეხლა როგორც ტაქსისტებს შევიეთ ვისაუბრეთ რა გზაში რა ესა ადრე იყო ან თბილისის დინამოზე უნდა გელაპარაკა ან სტალინზე რა ხო და ეხლა სხვანაირადაა რა გლობალურ deep state და რაღაცებზე უნდა ელაპარაკო ხო და მოკლედ კაი ბიჭი იყო რა დალაგებული კაი ბიჭი იყო მაგრამ ეს მომენტები შევატყე რომ წაუმიშისტებდა რა ხო და ეხლა თემა ჩამოვარდა რომ აი ბელარუსიაო რა და მე ვთქვარ ბელარუსიაში მილიონჯერ ვარ ნამყოფი მეთქი და იცი როგორი დავარცხნილი ქვეყანა აი თქვენს გეუბნებით რა დაალაგებული დავარცხნილი აი ყველაფერი აწყობილია კარგად ცხოვრობენ რა მართლა ხო და აი ესე მეთქი აუხსენდი რა და ვაუ რა არ მეგონაო დამიჯერა რა და მაგრამ კიო მაგრამო იცი რა არისო დემოკრატია არ არისო მანდრო რა მაინც ეხლა დაბრაკა რა წუნი დაუდო რა დემოკრატია არ არისო და მეთქი აი რატო არ არის მეთქი ეხლა მაგალითად ირჩევენ ეხლა ამ ბატკას რა ვაძლევს ხალხი ხმას რა всё ვაძლევენ მორჩა რა всё ეს უკრაინულად თქვი ხო და ირჩევენ ეხლა რა ვქნა რა უნდა ვქნათ რა თავიანთი საქმე არა მაინც აი არ არის დემოკრატია მაგათთან უნდა აი გული შესწევათ აი კაი ბიჭი ჯიგარი რა კიდე ერთი ტაქსისტი კიდევ აი ეს ძალიან გავწავებული რო იყო რუსთაველზე წელი სროლები ვინების ხო მშვიდობიანად რო ესროდნენ პოლიციელებს რა მშვიდობიანად ხო და ეგეთი ამბები რო იყო და ერთი ტაქსისტი შეხვდა კიდე გორელი ბიჭი იყო ახალგაზრდა კაცი ჯიგარი აი ჯიგრის ყავრობა ძალიან კაი კაცი რა და ის თვითონაც თანაუგზნობდა რა ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას რა თანაუგზნობა შენ გენაცვალე ალალად ძალიან კაი კაცი იყო რა მომიყვა იცი მოგეთ ეს ამბები რო იყო რა გამრენ მთელი სროლები ვინების მშვიდობიანად რო ესროდნენ პოლიციას ეგეთი ამბები და კაროჩათო მეო მივდიოდიო და ხალხიო რამეო მიმყავდა სახში აი ვიღაცა უცნობები რა ვიღაცები რა ესე მიმყავდა უფასოდ ხო და ეს დედამოწყნულებიო ბიჭო ეს ზოგიერთი სხვა ტაქსისტებიო კაროჩე ცეცხლის ფასი ედო რა აი აქედან იქ მიყვანას კი აი ეგეთ ხალხს ვენაცვალე ის გორელი ტაქსისტი რო იყო რა კი არ ვეთანხმები იდეურად მაგრამ ადამიანი არის კაცია აი ჯიგარი არის რა მიდიოდა იმას ესე მიაჩნია რომ ეგრე უნდა ყოფილიყო ბატაშორის იმეებში დამეთანხმა რა პოლიციას არ უნდა ესროლო რაღაც კიდე კაი რა ჯიგარი ნუ იდეურად სხვანაირად მიაჩნდა რა და ვენაცვალე რა და მიდიოდა თვითონ ალალად და მიყავდა სახში ხალხი რა ვენაცვალე აი ეგეთ ხალხს ყველას ვენაცვალე ეგეთი ხალხი გადაარჩეს საქართველოს ამაშია საქმე რა გავაგზავნოთ ცხოვრება ყველაფერი კარგად იქნება